მოგესალმებით ვირფასო მაყურებლებო, დღეს პარასკევია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვეკვატივი კვლავ ეთერშია. გადაცემას ვიწყებთ რუბრიკით ვეკვას ჭუჭურტანაში, სადაც სტუმრად გვყავდა თემურ გაჩეჩილაძე და ვისაუბრეთ IYPT-ის შესახებ. დავიწყოთ. მოგესალმებით ვირფასო მაყურებლებო, დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარი არის ჩვენი სკოლის დირექტორის მოადგილე, ფიზიკის პედაგოგი და ყველასთვის საყვარელი პიროვნება თემურ გაჩეჩილაძე, რომელიც ფიზიკის ტურნირის შესახებ მოგყვება. ზოგადად კი ვთქვათ, რომ IYPT არის ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი, რომელიც არის ძალიან პრესტიჟული მთელ მსოფლიოში. იგი ასევე ცნობილია როგორც ფიზიკის მსოფლიო თასი, რადგან იგი მიყვება დებატების მსგავს სტრუქტურას და არა ტრადიციულ გამოსვლებზე დაფუძნებულ ფორმატს. ამ ყველაფერზე დეტალურად კი ბატონი თემური გაგვესაუბრება. გამარჯობა ბატონო, როგორ ხართ? გამარჯობა. არა მიშოს, მალმოთ. მიხარია რომ თქვენი ტელევიზიის სტუმარი ვარ და შემიძლია ჩემთვის საყვარლის საქმიანობის შესახებ და ჩემი დამოკიდებულება იმ ტურნირების შესახებ გაუზიარო საზოგადოებას, რომელიც მე დიდი ხანია მაქვს. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მოსვლისთვის. პირველი კითხვა ესეთი იქნება. წლების განმავლობაში ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მოსწავლეებს დიდი წარმატებით უესპარეზიათ ამ ტურნირზე. და გაინტერესებს როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, როგორ და როდიდან არის ჩვენ სკოლაში ეს ტურნირი და როგორ ტარდება იგი. მნიშვნელოვანია ის, რომ როგორც კი საქართველოს გახდა დამოუკიდებელი, ანუ 1992 წლიდან უკვე ჩვენთან ჩატარდა თბილისში, მაშინ იყო ასეთი ორგანიზაცია, იყო ნოჩ ტექნიკოსთა სადგური და აი იქ ხელმძღვანელობამ გააკეთა ის ძალიან საინტერესო ნაბიჯი გადადგა და აი ეს ტურნირები, როგორც კი ცნობილი გახდა ასეთი ტურნირები არსებობს ზოგადად, გადაწყვიტა და საკმაოდ წარმატებითაც დანერგა ჩვენთან. და პირველი ტურნირი ჩატარდა 1992 წელს, როგორც გითხარით, იმ ტერიტორიაზე, ნორჩ ტექნიკოსთა სადგურის ტერიტორიაზე და მაშინ მონაწილეობდა სულ 5 გუნდი, მათ შორის ჩვენი სკოლის გუნდიც. და ძალიან სასიამოვნოა იმის გახსენება, რომ აი იმ პირველ ტურნირზე ჩვენი სკოლის გუნდმა გაიმარჯვა, პირველი ადგილი აიღო. და მე იქვე აი ამ ტურნირის დამთავრების შემდეგ მაშინვე შედგა ნაკრები გუნდი, რომელსაც მიიღო მონაწილეობა, აი მაშინ იყო მეხუთე ტურნირი საერთაშორისო. ნუ ჯერ რუსეთში იქნა შემოღებული, საერთოდ ეს დაფუძნებული იქნა რუსეთში და შემდეგ უკვე გავრცელდა მთელ მსოფლიოში, იმიტომ რომ ძალიან თავისთავად ძალიან საინტერესო აქტივობაა მოსწავლეებისთვის. იმითია საინტერესო, რომ ამ შემთხვევაში განსხვავებით ოლიმპიადებისგან ტურნირებში არის ცოცხალი ურთიერთობა, ცოცხალი დისკუსია და საერთოდ ეს არის უფრო ისეთი მიმდინარეობა, სადაც მონაწილეები წინასწარ ეცნობიან იმ ამოცანებს, იმ პრობლემებს, რომლებიც არის დასმული და მათ აქვთ იმის საშუალება, რომ აწარმოონ, ჩატარონ ექსპერიმენტები, მოძებნონ შესაბამისი თეორია, შეუსაბამო თეორია, ექსპერიმენტს და მერე უკვე მათივე მიღწეული შედეგები გამოიტანონ სამჟავროზე, ანუ უკვე იმ ტურნირზე, სადაც ხდება ცოცხალი ურთიერთობა, ანუ მოხსენებელი გამოდის, თავისი რაც მან გააკეთა მოხსენებს, როგორც მოწინააღმდეგე გუნდებს, ასევე ჟიურის და დამსწრე საზოგადოებას. შემდგომ ხდება რაღაც გარკვეული პერიოდის რაღაც დრო აქვს, ყველაფერს თავისი რეგლამენტი აქვს, ბუნებრივია, ხო? შემდგომ ხდება მეორე გუნდის გამოსვლა, რომელსაც ქვია ოპონენტი, ერთ-ერთი წარმომადგენელი, ოპონენტი გარკვეულ დადებითი ვარკვების მხარეების შესახებ აქცენტს აკეთებს და ამასაც გარკვეული დრო ჭირდება პრეზენტაციას აკეთებს, თუ რა იყო ამ გამოსვლაში საინტერესო, სწორი, რა იყო ნაკლი. მერე მესამე გუნდი ერთვება, ეს არის უკვე რეცენზენტი, რომელიც ორივე აი ამ გუნდის გამოსვლას, როგორც მოხსენებლის, ასევე ოპონენტის გამოსვლას აჯამებს, აფასებს
და ის თვითონ წარმოადგენს თავის მოსაზრებას იმის შესახებ თუ რომელმა გუნდმა როგორი თქვა აი ეს დისკუსიის დროს მათ შორის დისკუსია ხო წარიმართა რა მოხსენებს ოპონენტ შორის აი აფასებს ამასაც და რაღაცას გარკვეულად თავის მოსაზრებას გამოთქვამს აი ამ დისკუსიის შესახებ. შესაბამისად რატომ ვამბობ რატომ მოვყევი ამდენი რომ გამოდის რა რომ ესე იგი ამ შემთხვევაში აი ამ ტურნირის პროცესში თვითონ არსებობს ტურნირამდელი თქვა პროცესი როცა მუშაობენ გუნდები როცა ხდება აი ამ მონაწილეების უფრო მეტი და მეტი ცოდნის მიღება და იმ უნარჩვევების უფრო გამტკიცება რომელიც მათ გააჩნიათ და პირველ რიგში ის უნარჩვევა ის არის რომ აი სამეცნიერო მუშაობებს სწავლობენ აი ეს ანალიზურ აზროვნებას ის ყველა იმ ჩვევებს რომლებიც შემდგომში საჭიროა ხოლმე მეცნიერული მოღვაწეობის არ არის აუცილებელი ეს ყველაფერი იყოს მაინც ფიზიკასთან დაკავშირებული ზოგადად აი ამ ფიზიკოსთა ტურნირში მიღებული უნარები გამოდგება ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ძალიან კარგად აგვიხსენეთ თქვენი ფორმატი, როგორ სტარდება ეს ტურნირი და ორი სიტყვით თქვა თუ ბავშვები როგორც თქვენ თვით წინასწარ ეძლევათ შანსი რომ ნახონ ის ამოცანები აზეთს მოუწევთ შემდგომ უკვე ამოხსნა და მათი უკვე გატანა ჟიურთან ორი სიტყვით რომ თქვათ როგორ იწყებენ ეს ბავშვები ამოცანების არჩევას და რა პროცესია ეს ყველაფერი ხო პირველ რიგში როგორც უკვე აღნიშნეთ და ჩანს კიდევ უცალოდ მიხვდებოდით რომ ეს არის გუნდური შეჯიბრი ასე ვთქვათ. ახლა ოლიმპიადაზე როგორ არის? ოლიმპიადაზე ყველა დამოკიდებლად გაეცნობა იქვე ადგილზე ეცნობა თავის თქვა დავალებას და ნუ იცის დაწერს არ იცის ვერ დაწერს ხო? ნუ აქ როგორც წერანაც თქვი აქ უკვე არის შემოქმედებითი საქმიანობა. არ იცის შეუძლია შეისწავლოს შეუძლია დამატებითი ცოდნა მიიღოს შეიძლება ვიღაცას კითხოს ნახოს ინტერნეტში, მოძებნოს ლიტერატურა, ნუ ამ ბევრი საშუალებაა მოკლედ და ამდენად ეს უფრო მეტი შემოქმედებითი უნარების შემძენი მოღვაწეობაა. და აქედან გამომდინარე, იქმნება, ეხლა საერთოდ საბოლოოდ ეხლა ჩვენ აქ აღვნიშნეთ, რომ IYPT, ანუ ეს არის რომ გაიშიფროს, ეს არის ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი. მაგრამ საერთაშორისო დონემდე მისასვლელად არის გარკვეული ეტაპების გადადგმა, ეტაპები უნდა გაიაროს თითოეულმა თუნდაც მონაწილემ. მაგრამ ეს რა ეტაპებია? ჯერ იქმნება პირველად ორგანიზაციებში, ანუ ხო ჩვენ შემთხვევაში რაღაც მოსწავლეების ტურნირია სკოლებში. სკოლები ყველგან არის, მათ შორის და ძირითადად ესეთი სკოლები მონაწილეობენ ხოლმე. ნუ პრაქტიკამ გვაჩვენა რომ სადაც რა თქმა უნდა უფრო მეტი ყურადღება არის გამოხილებული ტექნიკური, ფიზიკის და საუნივერსიტეტო საგნებისა. აი აქ სკოლებში ტარდება სასკოლო, ნუ ჯერ ერთი იქმნება ჯგუფები გარკვეული, სადაც ბავშვები ერთად ინდივიდუალურადაც და ერთობლივადაც მუშაობენ, ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ ცოდნას და გუნდში იქმნება აი ეს გუნდური მუშაობა. თუმცა ამ გუნდური მუშაობის დროს ამოცანების რაოდენობა არის 17, ეს ცნობილია, რომ 17 ამოცანა როგორც წესი ტრადიციულად არსებობს. თქვენ მაგაზე ხუმრობაც არსებობს, რომ რატომ აინდამაინც 17-ო და პასუხი არის ასეთი, რომ 16 ცოტაა და 18 ბევრია. მოკლედ 17 არის ესე შეთანხმდნენ და ნუ გარკვეული მოსაზრებებიდან გამომდინარე მართლაც ძალიან ოპტიმალურია 17 ამოცანა. და ბუნებრივია რომ 17 ამოცანის თუნდაც ერთი წლის განმავლობაში ერთი ადამიანის მიერ თქვა ყველა ამოცანაზე ამოცანის პროცესის თქვა გავლა მუშაობა ძალიან რთული საკითხია. ამიტომაც ეს გუნდი ინაწილებს ამოცანებს შესაბამისად თქვა გუნდის წევრია 5 ადამიანი როგორც წესი ფიზიკოსთა ტურნირში 5 ადამიანი არის ხოლმე 5 მონაწილეა სწორედ გუნდის შემადგენლობაში. და ისინი იყოფენ ამ ამოცანებს და ნუ თქვა ზოგს 2 აქვს, ზოგს 3. და შემდეგ მიმდინარეობს აი ამ ამოცანების შესახებ ინფორმაციის მოძიება ჯერ თავიდან, აი მაგალითად ახლა რა არის აქამდე ცნობილი მისთვის, თითოეული მონაწილისთვის
აი იმ ამოცანის პირობიდან გამომდინარე, და ამოცანის პირობა არის ძალიან ზოგადი, არ არის. აქ ჩვენ შევეჩვიეთ, რომ თქვათ იგივე მათემატიკის, ფიზიკის ამოცანები არის ესეთი, რომ რაღაც მოცემულობა გვაქვს, მე უნდა ამოიხსნას და პასუხი მივიღოთ. ნუ აქ რა თქმა უნდა ეს არის სამეცნიერო ტიპის ამოცანა, ეს არის ისეთი ამოცანა, სადაც არ არის შემოსაზღვრული. შეიძლება ნებისმიერი სიღრმეებში ჩაწვდე ამოცანის პირობას. რაც რომ რმად შეისწავლი, მით უფრო უკეთესად გამოხვალ და უკეთეს შედეგს აჩვენე. და ჟიური ამას ხედავს და ჟიური ესეთი საზოგადოებაა, რომელიც გარკვეულად კომპეტენტურია ამ საკითხებში, ხო? შესაბამისად, თუ კი რაც მეტ და მეტ ინფორმაციას მოიძიებ და რაც მეტ საქმეს გააკეთებ, ანუ რაც უფრო ესეთი ზუსტ ექსპერიმენტებს დადგავ, ამ ექსპერიმენტის შედეგებს კარგად ახსნი თეორიის მეშვეობით, მით უფრო კარგი შედეგი. ჩვენ გვაქვს ესეთი ძალიან ბევრი ესეთი შემთხვევები, რომ იმ ტურნირზე შესრულებული სამუშაო შემდგომში უკვე სამეცნიერო სამუშაოდ გაგრძელებულა და ცნობილ სამეცნიერო ჟურნალებში არის გამოქვეყნებული იგივე გიორგი ხომერიკის, გიორგი ბახტაძის, გურამ, ანუ გუგა მიქაბერიძის ესეთ ცნობილი ჩვენი ტურნირის ეგრეთ წოდებული კორიფეების ნამუშევრები მერე გავდის ხოლმე საერთაშორისო დონეზე. და ახლა სხვა შორის უკვე ახლაც ყავს ჩვენ ესეთი სავარაუდო კანდიდატები, იგივე მაგალითად ლუკა ჩახნაშვილმა და ალექსანდრე გვარამიამ, მოსწავლე ფიზიკოსთა ილიას უნივერსიტეტში ტარდება ხოლმე წლის ბოლოს, დეკემბრის ბოლოს არის ხოლმე ახალგაზრდა ფიზიკოსთა ფესტივალი ესეთი და აი მაგალითად ლუკა ჩახნაშვილმა პირველ გრან-პრი აიღო სწორედ იმ ამოცანით, რომელი ამოცანაც იყო ტურნირზე. შესაბამისად დაინტერესდა სამეცნიერო საზოგადოება უკვე და ალბათ შეუძლია მასაც, რომ როგორც წერან ვახსენე იმ ჩვენი ყოფილი ტურნირელების დიდი გაიზიანოს. მანაც კიდევ განავითაროს. ვახსენეთ, რომ ჩვენ ბავშვებს და ჩვენი სკოლის ბავშვებს ძალიან ბევრ წარმატებას მიუღწევიათ ამ ტურნირში და რამოდენიმე რომ ვახსენოთ და ორი სიტყვით ამაზეც ვთქვათ. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ასეთი შედეგები. ტურნირები უკვე როგორც წეგანაც გითხარით 92-დან ჩავერთეთ ჩვენ და მოხდა ისე რომ პირველ ტურნირ ჩვენი მოსწავლეები ორნი იყვნენ, აი ჩვენ გამარჯვებულებიდან ისე მოხდა რომ ხუთეულში ორი აღმოჩნდა ნაკრებში. 92-ში არაფერი ისეთი არ აუღიათ, პირველი იყო. აი შემდეგ ტურნირში უკვე პირველივე მეორეო ფაქტურად ტურნირში საერთაშორისო ტურნირზე ვლაპარაკობ, საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც ჩატარდა რუსეთში ჩატარდა, მაშინ პროტვინოში ოქროს მედლები აიღეს სხვა შორის. შემდეგ აიღეს ვერცხლის медаლი, ამის მერე იყო რამდენჯერმე 1999 წლამდე ტურნირში 94-დან 99 წლამდე ბრინჯაოს მედლებს იღებდნენ. 99-ში ავსტრიაში ჩატარდა ვენაში ჩვენმა გუნდმა, ნაკრებმა უკვე, სადაც ჩვენი 4 იყო ჩვენი სკოლის მოსწავლე მაშინ. ვერცხლის მედლები აიღეს, ძალიან ცუდად დააგლათ ოქროს მედლებამდე. ფინალში რაღაც ერთი გარკვეული კურიოზი მოხდა, რომ მოკლედ ვერ თქვეს ის, რაც გაკეთებული ჰქონდათ, ან დაავიწყდა თუ როგორ იყო, მაგას ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს უკვე. და ვერცხლის მედლები აიღეს მაშინ 1999 წელს. მე იყო გარკვეული პერიოდი ცოტა ჩავარდნასავით ჰქონდა, თუმცა ბრინჯაოს მედლები აიღეს იქ შემდეგ წლებში. და შემდგომ უკვე აი 2009 წელს მაშინ მეც ვიყავი უკვე იქ ნაკრების ხელმძღვანელი, ჩინეთში ვიყავით, იქ ბრინჯაოს მედლები ავიღეთ. ასევე ბრინჯაოს მედლები ავიღეთ 2012-ში. და რაღაც პერიოდი იყო კიდე ესეთივე დაახლოებით ესეთივე ჩავარდნის. აი შემდეგ გამეორდა ის ვერცხლის მედალი ქუთაისში ჩატარდა 2021-ში. მაშინ ვერცხლის მედლები ავიღეთ. ეხლა აი ბოლოს შარშანი იყო. ავიღეთ როგორ ხო მე გულისმოფრას ჩვენმა ნაკრებმა.
სადაც როგორც წესი ყოველთვის 2 ან მეტი წევრი არის ხოლმე ჩვენი სკოლიდან. ეხლა მაგალითად შარშანი იყო ისე რომ ლუკა ჩახნაშვილი იყო და მარიამ ლომინაშვილი როგორც მარიამ ლომინაშვილი აი ამ ჩატარდა ბუდაპეშტში და მაშინ ბრინჯაოს მედლები აიღეს. და პარალელურად არის ხოლმე კიდევ აი ამ ბოლო 3 წელია ჩვენები მონაწილეობენ ვენაში ტარდება. ვენაში არის, ავსტრიაში ტარდება ხოლმე წინა სატურნირე ისეთი ღია ავსტრიის ღია ტურნირი, ასე ქვია. და აი იქ ძალიან კარგად გამოდიან ჩვენი, თუმცა იქ საკმაოდ კარგი გუნდები მონაწილეობენ. და ერთხელ აიღეს პირველი ადგილი და ორჯერ აიღეს მეორე ადგილი აი იმ ბოლო 3 ტურნირში, სადაც აი ავსტრიის ტურნირში ჩვენი ნაკრები. სადაც ჩვენი მოსწავლეები არიან ხოლმე, მაგრამ იყვნენ ლომინაშვილამდე იყო ლევან ლოლაშვილი იყო და ის ბურდული ლუკა ბურდული იყო იქ ერთხელ კიდევ შემდეგ ტურნირზე იყო ნიკა ბურდული იყო როგორც მეხსოვს შეიძლება და ეხლა ზუსტად ვერ ვიხსენებ მაგრამ მოკლედ სამივე ტურნირზე ჩვენი მოსწავლეები სკოლა ასპარეზობს ძალიან წარმატებულად ავსტრიის რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი ტურნირი. რა თქმა უნდა, ისეთი მნიშვნელოვანი არის, როგორც IYPT. დარწმუნებულიო ის რაღაცები, რაც ჩვენ ვისაუბრეთ, ძალიან დააინტერესა ამ ყველაფერმა ჩვენი მაყურებელი და თუ შეგვიძლიათ მივცეთ მოსწავლეებს, ჩვენი სკოლის მოსწავლეებს რჩევა, თუ როგორ დაიწყონ ეს ყველაფერი და ასე ვთქვათ, ვის მიმართონ ამ ტურნირის მონაწილეობის სურვილით. კი, რჩევა რა თქმა უნდა, შემიძლია მივცე და რჩევა არის ძალიან მარტივი. თუ კი ინტერესი გაქვს საერთოდ მეცნიერებისადმი, პირველი აუცილებელი, აი პირველი ნაბიჯი მეცნიერებაში აი რა ნაბიჯი უნდა გადადგა, ეს არის ტურნირში მონაწილეობის სურვილი. უნდა გქონდეს აი უნდა თუ გინდა რომ იყო გახდე მეცნიერულად მოაზროვნე, არ არის აუცილებელი რომ დიდი მეცნიერი გაქვს. აი მეცნიერული აზროვნება თუ გინდა რომ განავითარო, აუცილებლად უნდა მიყვიდე ტურნირზე და სადმა მივიდე პირველი ნაბიჯი არის თუ გინდა ვისაც სურვილი აქვს ჩემთან მოვიდნენ და მე მეთქვი სადმა მივიდნენ ან პირდაპირ შეიძლება გიორგი ვახტაძე ჩვენი ტურნირების ფიზიკის საოლიმპიადო ყოფის თავი და თავი ეს ავანჩავანი ასე ვთქვათ არის გიორგი ვახტაძე. გიორგი ვახტაძესთან მიყვა და ის გააკეთებს ყველაფერს რაც მას შეუძლია და ძალიან ბევრი რამ შეუძლია მას. გიორგი ვახტაძე არის აი ერთ-ერთი უნიკალური შემთხვევა, როცა ადამიანს აქვს უნარი ტურნირზე რომ ჩაუყაროს საფუძველი შენს თქვათ შემდგომ ნაბიჯებს და იგივე საოლიმპიადო მიმართულებითაც, ორივე მიმართულებით შეუძლია. ნუ ხარი არ კიდე ლაზარე ოსმანოვი რომელიც არის ამ მიმართულებით. ეხლა კიდევ აჩი ციკლაურმა დაიწყო მოღვაწეობა. და კიდევ გამოჩნდებიან კიდევ მომავალი თაობები, რომლებიც ყველანაირად დაგეხმარებიან, თუ კი გაქვთ სურვილი რომ ტურნირში მიიღოთ მონაწილეობა. და გახდეთ მეცნიერულად მოაზროვნე ადამიანები. ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. დიდი მადლობა თქვენ ტელევიზიის თქვენ შესანიშნავ განსაკუთრებულ ტელევიზიაში მოწვევისათვის და იმედი მაქვს რომ ჩვენი დღევანდელი ეს გადაცემა აი ეს რაც ვისაუბრეთ გამოადგება საზოგადოებას და გაითვალისწინებენ რა. ახლა კი გავისაუბროთ მონაწილეებს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას გაგვიზიარებენ. ნახვამდის. ლუკა, მოგვიყვები რატომ გადაწყვიტე ამ ტურნირში მონაწილეობა? გამარჯობა, მე ვარ ლუკა ჩახნაშვილი და უკვე რამდენიმე წელია რაც მონაწილეობ ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირზე. და აგრეთვე ბოლო წლიდან, ანუ წინა წლიდან მოყოლებული უკვე მონაწილეობ ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირზე და ეს წელიც იქნება გამონაკლისი. ზოგადად ტურნირებში აქტიურად მონაწილეობ, იმიტომ რომ ასეთი ტიპის შეჯიბრები ძალიან ეხმარება ადამიანს, რომ ისწავლოს და შეიძინოს მრავალი უნარი, რომელიც გამოადგება შემდეგ ცხოვრებაში. და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის კვლევის ჩატარების უნარი.
აგრეთვე მიღებული შედეგების გაანალიზების უნარი, რაც უდავოდ გამოსადეგია და ეს ჩემი გაწყვეტილი რომ მივიღო მონაწილეობა წლევანდელ ტურნირში, ზუსტად ამავე მიზეზს ეკუთვნება, რომ მივიღო და უფრო დავხვეწო ჩემი უკვე ხსენებული უნარი. რომელი ამოცანა აიღე და რატომ გადავწყვიტე ამ ამოცანის აღება? გამოვიყენებდი 17 ამოცანიდან, ავიღე მესამე ამოცანა, რომელსაც ცოტა უცნაური სახელი აქვს, კერძოდ პლატო, თუმცა ეს სახელი დაფუძნებულია ერთ-ერთ სათამაშოზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ გახდა პოპულარული აზიაში. რაც შეეხება ამ სათამაშოს მოქმედების პრინციპს, ანუ საჭიროა რომ ძაფრის ორივე ბოლოს გამოაბა ბურთი, ხოლო შემდეგ ეს ძაფრის ცენტრი გადაკიდო საფრთხეზე, რომელსაც აქანავებ ვერტიკალურად, დახვევ ვერტიკალურად და ეს ბურთები რამდენ გასაკვირიც უნდა იყოს, იწყებს დაჯახებას, თანაც დაჯახებას მზრდადი ამპლიტუდით და რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომაც ავიღე ეს ამოცანა, ეს არის რომ გავაცნობიერე რა ის შესაძლებლობები რაც ამ ამოცანას ჰქონდა, კერძოდ ის მრავალფეროვანი პარამეტრები რაც შეიძლება ცვალო ამ ამოცანაში, მივხვდი რომ ის მართლაც საჩემო ამოცანა და ისეთი ამოცანა, როგორც ამოცანაც მე მიყვარს მეზობლად. ძალიან დიდი მადლობა წარმატებები. მოგესალმები ლილე, პირველ რიგში გითხარი, რატომ გადაწყვეტე ამ ტურნირში მონაწილეობის მიღება? მოგესალმებით, მე ვარ ლილე ჭელიძე, მე-10 კლასის მოსწავლე. და ზოგადად ტურნირები და ოლიმპიადები მგონია რომ ძალიან კარგი შესაძლებლობაა რომ მოსწავლეებმა თავიანთი უნარები და ცოდნა გამოავლინონ. და კონკრეტულად ფიზიკოსა ტურნირი, ვისაც ფიზიკა უყვარს და პლუს ტურნირები იზიდავს, ვთვლი რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება. ორი სიტყვით რომ მოგვიყევი შენი ამოცანის შესახებ და რატომ გადაწყვეტე ამოცანის აღება? ჩემი ამოცანა არის სახაზავების ზარბაზანა, ანუ ორი სახაზავი ერთმანეთს პარალელურად არის მოთავსებული და მათ შორის არის ბურთი. როდესაც ანუ ასე ვთქვათ, ძალას მოვდებთ, ანუ მოვუჭერთ ამ სახაზავებს, ეს ბურთი რაღაც სიჩქარით იწყებს სახაზავებიდან გამოვარდნას. და ამოცანის მთავარი, ასე ვთქვათ, კითხვა არის, რომ გამოვიკვლიოთ ამ სიჩქარეზე გავლენის მოუხდენი ფაქტორები. წარმატებები, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მოგესალმებით, ეს არის ვეკვატივის რუბრიკა 5 კითხვა მასწავლებელს, ხოლო დღევანდელი ჩვენი სტუმარია ისტორიის პედაგოგი ქალბატონი ნანა. გამარჯობათ ნანას. გამარჯობა ბატონო. ნანას პროფესიის არჩევა ძალიან რთული პროცესია, განსაკუთრებით მაშინ თუ მრავალი მიმართულებით ხართ დაინტერესებული. გთხოვთ გაგვიზიაროთ რა ფაქტორებმა განაპირობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. კი ბატონო. მინდა გითხრათ, რომ ბავშვობიდან არ მიუცნებია ნამდვილად პედაგოგობაზე. როგორც თქვენ ხართ, მე თქვენ საცაკში თქვენ აზრზე ვიყავი, რომ პედაგოგის პროფესია რთული პროფესია, მაინც პრესტიჟული არ ჩემს დროს არ იყო, მით უმეტეს დღეს არ არის. 160 სკოლა მაქვს დამთავრებული, ფრიადოსანი ვიყავი, ყველა საგანს თანაბრად ვსწავლობდი. შემეძლო ნებისმიერი მიმართულებით გამეგრძელებინა, თუმცა უფრო მეტად დაინტერესებული ვიყავი ქართული ენით და ლიტერატურით და ვფიქრობდი, რომ ჩემგან მე კი არ ვფიქრობდი ჩემი ქართულის მასწავლებელი შთამაგონებდა, რომ ჩემგან დადგებოდა კარგი ან მწერალი ან პოეტი. იმ დროს რაღაცას ვწერდი, თქვენ საცაკში ეს ხო ჩვეულებრივი რამეა და გამოდიოდა წერა და ქართულის მასწავლებელი ყოველთვის მაქეზებდა და мотиваციას მიმაღლებდა და მეუბნებოდა, რომ ჩემგან რაღაცა დადგებოდა ამ სფეროში. მოკლედ 17 წლის ასაკში დავამთავრე სკოლა და როცა საბუთები შემქონდა, მაშინ თბილისში ერთადერთი უნივერსიტეტი არსებობდა, საბუთების შეტანის რიგში დავინახე 5 ჩემი კლასელი. 17 წლის გოგონა საკმაოდ პატარაა და მაინც ჩამოყალიბებული აზროვნება ჯერ არ აქვს ხვდები და ავდექი და დავდექი იმ რიგში, სადაც ჩემი კლასელები დავინახე. ეს იყო ისტორიის ფაკულტეტის რიგი, ასე რომ სრულიად შემთხვევით გადაწყდა ჩემი ისტორიკოსობა. თუმცა შემდეგ უკვე როცა მეცნიერებას ღრმად გავეცანი, ბუნებრივია მომეწონა. შემდეგ უკვე მეცნიერული მოღვაწეობა გავაგრძელე ისტორიის ინსტიტუტში, მთელი 17 წელი მუშაობდი.
მაგრამ ისე მოხდა, რომ 2006 წელს ისტორიის ინსტიტუტიც დაშალეს, ასე ვთქვათ. და ადრეც მქონდა შეხება სკოლასთან, ყოველთვის პარალელურად მუშაობდი თან ინსტიტუტში და სკოლაში, მაგრამ 2006 წლის მერე უკვე ინტენსიურად პირდაპირ გადავერთე სკოლაში და პედაგოგობა ჩემი აზრით არის ის საქმე, რომელიც მე მომწონს და შემიყვარდა კიდევაც და ვფიქრობ, რომ მეტნაკლებად გამომდის. და ასე რომ არ ყოფილიყო და რომ არ უყარებოდა და არ მომწონებოდა ეს პროფესია, ალბათ 30 წელზე მეტი ვერ გავძლებდი ხო ამ პროფესიაში. მე მომწონს ჩემი საქმე, იმიტომ რომ შეხება მაქვს საზოგადოების ყველაზე საუკეთესო ნაწილთან, ყველაზე სუფთა ნაწილთან, ეს არის ბავშვები. ბავშვები რო გიყვარს, პედაგოგობაც შენთვის მისაღები პროფესია. მოსწავლეები ყოველთვის გამოირჩევიან ინდივიდუალიზმით, ხასიათით, სწავლის მიმართ დამოკიდებულებით, მოტივაციით. მართალია შეფასებები არ ითვალისწინებს ამ თვისებებს, მაგრამ მაინტერესებს მასწავლებელზე, როგორც პიროვნებაზე, ემოციურად ახდენს თუ არა გავლენას მოსწავლების ეს თვისებები შეფასების დროს. მოგეხსენებათ, რომ სასწავლო პროცესი არის ცოცხალი პროცესი, ხო? ინდივიდებს შორის მიმდინარეობს ურთიერთობა მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის. ბუნებრივია მასწავლებლისთვის ჩვენ კომპიუტერები არ ვართ და რობოტები არ ვართ. ძალიან მნიშვნელოვანი არის მასწავლებლისთვის პიროვნული ფაქტორი. ანუ მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ მოსწავლეებთან ურთიერთობს, ხო? ბუნებრივია, რომ მასწავლებლისთვის სასიამოვნოა, როცა ურთიერთობა აქვს მოსწავლესთან, რომელსაც აქვს კარგი მანერები, აშკარად ეტყობა კარგი აღზრდა. აქვს კარგი თვისებები, არის კეთილმოსურნე, აი რომ იტყვიანი მის თვალებშიო გული ციმციმებსო. ანუ აშკარაა რომ ბავშვი არის ყველას მიმართ კარგი დამოკიდებულებით გამსჭვალული და მასწავლებელი არ მიაჩნია თავის მტრად. ბუნებრივია ასეთ მოსწავლეებთან ძალიან სასიამოვნოა ურთიერთობა. სიამოვნებს ურთიერთობა კლასებთან, რომლებიც მომყვებიან აი აკადემიურ პროცესში და რომლებიც მაძლევენ საშუალებას, რომ ჩემი პიროვნული თვისებებიც გამოვამჟღავნო აი მათთან ურთიერთობაში. ბუნებრივია შეფასებაზე პიროვნული თვისებები მოსწავლეების არ აისახება. მაგრამ აშკარაა, რომ აქვს მნიშვნელობა მასწავლებლისა და მოსწავლეს ურთიერთობაში იმას, როგორ ადამიანებთან გაქვს ურთიერთობა, ხო? ჩემთვის სასიამოვნოა ბუნებრივია, როცა ურთიერთობა მაქვს მოსწავლეებთან, ვისაც გააჩნია ინტერესი ჩემი საგნის მიმართ და ვისშიც მე ვხედავ თანამოაზრეს. კიდევ შეფასებაში ეს არ აისახება ბუნებრივია. დიახ, გასაგებია. მას თქვენ როგორც მასწავლებელი მუდმივად არიგებთ და რჩევებს აძლევთ მოსწავლეებს. ამიტომ მინდა გკითხოთ, დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რა რჩევას მისცემთ საკუთარ თავს როგორც მოსწავლეს? ჩემს მოსწავლეებს ხშირად ვეუბნები ხოლმე, აი განსაკუთრებით მე-7 კლასის შემდეგ, სადღაც მე-9 კლასის ჩათვლით, ინდივიდუალური ეს პროცესი, რომ ეს არის აი გარდატეხის პერიოდი მოსწავლეების ბიოგრაფიაში, როცა პიროვნების ჩამოყალიბება იწყება. ბუნებრივია, ყველა დიდმა ადამიანმა გავიარეთ ეს პერიოდი. მე რომ დავუშვათ თქვენს ასაკში ვიყო ახლა, ბუნებრივია, დღესაც კრიტიკული ვარ ჩემი თავის მიმართ და მაშინაც ალბათ თქვენს ასაკშიც კრიტიკულად შევხედავდი ჩემ თვისებებს. არის ისე თვისებები, რაც მე არ მომწონს ჩემ თავში. და მაგალითად, დღესაც ვცდილობ, რომ აი როგორღაც ჩემ თავზე ვიმუშაო და გარკვეულ ზნეობრივ სრულყოფას მივახციო. ქრისტიანის ისტორია ეს არის, ხო? მაგალითად, შევიძენდი ახალ თვისებას, გავხდებოდი უფრო პრაქტიკული. დღეს ვთვლი, რომ საკმაოდ იდეალისტი ვარ და პრაქტიკულობის თვისება მაკლია. მაგალითად, არ მაწყენდა თუ უფრო მეტად დიპლომატიური უნარჩვევები მექნებოდა. ესიც კარგი იქნებოდა, ანუ ჩემ თავს რჩევას მივცემდი. ისევე როგორც მივცემდი რჩევას ჩემს მოსწავლეებს, რომ იმუშავეთ მუდმივად საკუთარ თავზე. ადამიანის სრულყოფას საზღვარი არ აქვს, ადამიანმა სიცოცხლის ბოლომდე, რაც ჩვენ ვარსებობთ, ჩვენი ამოცანა ის არის, რომ მუდმივად იმუშაოთ ჩვენი საკუთარი თავის სრულყოფაზე. არ არის ადამიანი, რომელიც შეიძლება დაკმაყოფილდეს იმით, რასაც მიაღწია, არც აკადემიურ სფეროში და არც ზნეობრივი სრულყოფის გზაზე.
მე ასე ვფიქრობ და ჩემ თავსაც იგივე მოთხოვნებს უყენებ. მას თქვენ როგორც ისტორიის პედაგოგი მოგეხსენებათ რომ ისტორიაში ბევრი საინტერესო ეპოქა იყო დაწყებული პრეისტორიული ხანიდან, როდესაც დამწერლობაც კი არ არსებობდა, დამთავრებული დღევანდელი დღით. თუ დროის მანქანით შეგეძლებოდათ მოგზაურობა, რომელ პერიოდში ისურვებდით მოხვედრას და რატომ? ძალიან საინტერესო კითხვა. ვინც ჩემთან ერთად გაიარა მე-9 კლასი, იმ ძალიან კარგად იცის, რომ განსაკუთრებული სიმპათიები გამოჩნია ილია ჭავჭავაძის მიმართ, ხო? განსაკუთრებული სიყვარული გამოჩნია. ამ ეპოქას კარგად ვიცნობ და აი თუ მართალია ძალიან საინტერესო ეპოქებიც ყოფილა ჩვენს ისტორიაში, არა? აი დიდი მეფეების პერიოდი, ვახტანგ გორგასალი იქნებოდა თუ უფრო ადრე ფარნაველი თუ შემდეგ აღმაშენებელი თამარ მეფე და სხვა, მაგრამ მე პირადად ყველაზე საინტერესო ეპოქად მეჩვენება მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი. ეს პერიოდი საინტერესოა, იმიტომ რომ ამ პერიოდში მოღვაწეობდნენ აი აზროვნების კორიფეები, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა ფშაველა და სხვები. ძალიან საინტერესო ეპოქა იყო, სავსე იყო აზრთა სხვადასხვაობით, სამშობლოზე ზრუნვით და ფიქრით. იყო შეხედულებებისა და მსოფლმხედველობის დაპირისპირება და ჯახი. ანუ საინტერესო ეპოქა იყო, ანუ ამ ეპოქას უწოდებენ ხანგრძლივ მე-19 საუკუნეს, ხო ხანგრძლივი, იმიტომ რომ სავსე იყო ეს ეპოქა ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებით და მე ვისურვებდი მაგალითად ამ მოღვაწეებთან ერთად ან მემუშავა, ან მეპაექრა ყოფილიყავი მათი თანამოაზრე. ანუ ჩემთვის მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი და ილიას ეპოქა არის ყველაზე საინტერესო ეპოქა. ვისურვებდი ამ დროს მე მოღვაწე. საინტერესოა. მას თქვენ როგორც მოგეხსენებათ, მასწავლების პროფესია არა მხოლოდ საგნის სწავლების, არამედ მოსწავლეებთან მუდმივ ურთიერთობასა და მათ მხარდაჭერას მოიცავს. ხშირად ამ საქმეში ჩართულობა ძალიან ბევრ დროს და ენერგიას მოითხოვს, რაც პირადი ცხოვრების ნაწილში გარკვეულ გამოწვევას შექმნის. საინტერესოა, როგორ ახერხებენ მასწავლებლები ასეთი დატვირთული პროფესიის პარალელურად პირადი ინტერესებისა და ცხოვრების დროსაც სივრცე გამონახოთ. ამიტომაც მინდა გკითხოთ, რა არის თქვენი პირადი ინტერესები და როგორ ახერხებთ პირადი ცხოვრებისა და პროფესიის შორის ბალანსის პოვნას. ბუნებრივია, მასწავლებელი ჩვეულებრივი ადამიანია და მასაც იქნება თავისი პირადული ცხოვრება, ხო? სკოლა საინტერესოა, იმიტომ რომ ცოცხალი პროცესია, როგორც ადრე ვთქვი, ინდივიდებს შორის მიმდინარეობს ურთიერთობა და ძალიან საინტერესო პროცესი არის ეს საგანმანათლებლო პროცესი. მასწავლებელი მეც და ნებისმიერი მასწავლებელი უნდა ეცადოს, რომ აი გარკვეული ბალანსი დაამყაროს თავის პირად ცხოვრებასა და სასკოლო ცხოვრებას შორის. მე მაგალითად ყოველთვის ვცდილობ, რომ გავმიჯნო ეს ორი სფერო და არასდროს აი მაგალითად ჩემი პირადი ცხოვრება არასდროს არ როგორ ვთქვათ მე ჩემს პირად ცხოვრებას არასდროს არ დავაყენებ ჩემს პროფესიაზე უფრო წინ. აი როცა როგორი პრობლემებიც არ უნდა მქონდეს, ხო მე როცა შემოვდივარ კლასში, იხურება კარები და ჩემი ის პრობლემები რჩება გარეთ. ანუ მე მთლიანად გადავერთვები იმ საგანმანათლებლო პროცესში, რომელიც მე უნდა წავიყვანო. რაც შეეხება პირად ინტერესებს, რა თქმა უნდა, ინტერესები ბევრი მაქვს მეც, როგორც სხვა ჩემს კოლეგებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ოჯახი. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის საქმე, რომელსაც მე ვემსახურები ამ შემთხვევაში სკოლაში. ადრე მეცნიერი ვიყავი, ახლა მხოლოდ პედაგოგი ვარ, მაგრამ პედაგოგობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეა. მე-9 კლასელები ხართ და ახალი ნასწავლი გვაქვს ჩვენ. გერმანიის გაერთიანება გახსოვთ, თქვენ ბისმარკზე გელაპარაკეთ, ხო, ოტონ ფონ ბისმარკზე და თუ გახსოვთ, ყურადღება გავამახვილე ბისმარკის ამ სიტყვებზე. საფრანგეთ პრუსიის ომიო მოიგო პრუსიელმა მასწავლებელმა. ნახე მასწავლებლის როლზე როგორ არის გამახვილებული ყურადღება. ანუ როცა სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს ომი და ომში ერთ-ერთი მხარე იმარჯვებს, სამხედროების როლზე წინ მასწავლებლის როლი გამოყო ბისმარკმა. რატომ? იმიტომ რომ ის სამხედროები აი იმ პატრიოტული სულისკვეთებით მასწავლებელმა აღზარდა, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლი.
რაც შეეხება ჩემს პირად ინტერესებს, ძალიან მიყვარს მაგალითად პუბლიცისტური წერილების კითხვა. ამა თუ იმ ცნობილი მოღვაწის მიყვარს მემუარების კითხვა. არც სოციალურ ქსელებზე არ ვამბობ უარს. ვცდილობ რომ ყველაფერზე საქმის კურსში ვიყო, რაც ჩემს მოსწავლეებს აინტერესებს. ვცდილობ არ ჩამორჩე პოლიტიკურ მოვლენებს და ყველა პრიზმიდან და კუთხიდან შევხედო აი თუნდაც ჩვენს ქვეყანაში თუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. ეკლესიური ცხოვრებაც არ არის ჩემთვის შორეული და ეკლესიასთანაც მეგობრობ, ესეც ჩემთვის მნიშვნელოვანია. მოკლედ ცხოვრება საინტერესოა, მშვენიერია და განსაკუთრებით აი ამ მშვენიერებას მე ვგრძნობ მაშინ, როცა ვარ სკოლაში და ვარ გაკვეთილი. ჩემთვის ეს არის ყველაზე საინტერესო პროცესი, რაც კი შეიძლება მოხდეს ადამიანის ცხოვრებაში, ამ შემთხვევაში პედაგოგის ცხოვრებაში, იმიტომ რომ მე მაქვს ურთიერთობა ყველაზე საუკეთესო კონტინგენტთან, ვეკუას ბავშვებთან და მიხარია რომ ვარ თქვენი მასწავლებელი. ძალიან დიდი მადლობა, დარწმუნებული ვარ თქვენ მოსწავლეებსაც და მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ძალიან გვხარია თქვენთან ურთიერთობა. მადლობა ჩემო კარგო. ამით ჩვენი რუბრიკა დასასრულს მივახავდა. მადლობა თქვენ მობრძანებისთვის და მადლობა ვეკვატების მაყურებლებს ყურებისთვის. ნახვამდის. უსმენდა რა მოგწონს ამ ჟანრში? ნებისმიერ აბსოლუტურად ნებისმიერს იქნება ეს კლასიკური რეპი, როკი, აბსოლუტურად ყველაფერს. ნუ ძირითადად მაინც რეპს. ემინემ. ყველას. ხასიათ მე მომწონს როკის ჟანრი, რადგან მე როდესაც მოусმენ ძალიან ენერგიულად ვგრძნობ თავს და სხვა ემოცია მაქვს. დანარჩენი დღე. მე უსმენ მეოთხე დასს და რავი ძალიან კაი ან ცხოვრებისეული სიმღერები აქვს ჩემი აზრით, ჩემი პირადი აზრით რა და მაგიტომ უსმენ და კარგად მომწონს რა მაგიტომ და დანარჩენი რავი. მე უსმენ rap and beats, კონკრეტულად მომწონს Kanye West-ი 2000 წლის უფრო 2009 წლის და კიდე მომწონს ძველი rock and roll-ი. გმადლობთ. მოკლედ მოსმენით თითქმის ყველა ჟანრს, მაგრამ განსაკუთრებით როგორც არტისტი მომწონს Kendrick Lamar და კლასიკური მუსიკა. მოგესალმებით წარმატებული ვეკუალების მორიგი ეპიზოდი, ჩვენი სტუმარი კი იქნება ნატა ბობოხიძე. იგი ვეკუა სკოლაში ყოფნის პერიოდში ბევრ კლასგარეში აქტივობაში თუ კლუბში იყო ჩართული, ასევე იყო კლუბი იმპოსტერუმის ლიდერი და ვეკუა TV ჟურნალისტი. მას დიდი წვლილი მიუძღვნის უკრაინის საქველმოქმედო კონცერტისა და აქციის ორგანიზებაში. ახლა კი გადავიდეთ ინტერვიუზე. მოგესალმებით ნატა, როგორ ხარ? კარგად, ელენე თავად. მეც კარგად. მადლობა რომ დავთავაზეთ ამ ინტერვიუს. მადლობა მოწვევისთვის. როგორც იცით, სამოქალაქო კლუბი დღესაც აქტიურად მოქმედებს სკოლაში. როგორ შეაფასებთ თქვენს მუშაობას ამ კლუბში და რა სირთულეები და წარმატებები გქონდათ იმ დროს? თავიდან იმით დავიწყოთ, მოდი რომ კოვიდის პერიოდში სასკოლო ცხოვრება საკმაოდ ჩააკვდა. მიუხედავად იმისა, რომ ვეკუაში ჩემი აზრით შევძელით და ვეკუა TV-ით გამოვაცოცხლეთ, რამდენადაც შეიძლებოდა ეს პროცესი, როგორც ვთქვით, მაინც ყველა ძალიან რაღაც დაყოფილად და მოდუნებულები დავბრუნდით სკოლაში. და იმპოსტორუმის გახსნის იდეა თავიდანვე მაქედან წამოვიდა, რომ რაღაც გავაქტიურებულიყავით ეს ახალი მოსული ბავშვები გაგვეცნო, რომლებიც აქამდე არ გვინახავს და მგონია, რომ ამ კლუბის ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც ძალიან რთული იყო იმ მხრივ, რომ ძალიან სპეციფიური თემატიკის კლუბი არის და თავისი წესდების ჩამოყალიბებით, გარკვევით ამ ყველაფერში საკმაოდ ძნელი პროცესი იყო. მაინც მგონია, რომ ძალიან კარგად შევძელით ამ ყველაფრის გაკეთება. რაც თავარია დაინტერესება ბავშვებისგან ძალიან დიდი იყო. და ძალიან ვამაყობ, რომ საბოლოოდ კარგი პროექტი გამოვიდა და ბევრი კარგი რამე გავაკეთეთ ამ კლუბის ფარგლებში. ბევრი კარგი ბავშვი გავიცანი, რაც თავარია სკოლაში და მგონია, რომ ბევრ კარგ ღირებულებებს ვაძლევთ დიდ ამ კლუბის საშუალებით მოსწავლეებს. რაც შეეხება ჩემი ლიდერობის პერიოდს, მგონია, რომ რაღაც სირთულეები რა თქმა უნდა გქონდა. მათ შორის ისიც, რომ ცოტა გვიჭერდა ხოლმე ყველა ერთ პროექტზე ვიყავით თითქოს კონცენტრირებული, მე რაღაც ჯგუფებად დაყოფა და ასე შემდეგ, მაგრამ მგონია, რომ ბოლოს ვისწავლეთ ეს მუშაობის პროცესი, კარგად ჩამოვაყალიბეთ ჩვენი წესდება, რაღაც
ყველამ კარგად გავიაზრეთ ეს გუნდური მუშაობა როგორ უნდა ყოფილიყო და მოკლედ მგონია რომ რაღაც ის ყველაფერი გადავლახეთ და საბოლოოდ საკმაოდ წარმატებული და შემდგარი კლუბი დაგვრჩა სკოლაში და ძალიან მიხარია რომ დღემდე აქტიურად მუშაობს და გრძელდება ის პროექტები რომლებიც დავიწყეთ და ბევრი ახალი კარგი პროექტების შესახებაც მისმის ხოლმე. მადლობა ამ საინტერესო პასუხისთვის. ჩვენი მეორე შეკითხვა იქნება, ჩვენი სკოლის მოსწავლეები არაერთხელ მონაწილეობდნენ საერთაშორისო კონფერენციებსა თუ სამუშაო შეხვედრებში. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა არის ახალგაზრდული შეხვედრა საფრანგეთში მდებარე ქალაქ სტრასბურგში დემოკრატია ახლა. როგორც ვიცით, თქვენ აქ ხართ ნამყოფი და როგორ შეაფასებდით იქ ყოფნის დროს და როგორ გამოცდილება მიიღეთ? პირველ რიგში ვიტყვი რომ მადლობა მაკამასწავლებელს ამ ძალიან კარგი შესაძლებლობისთვის. დღემდე არ დამოვიწყდება პირველად რომ გავიგეთ რომ სტრასბურგში მივდიოდით, ძალიან გაგვიხარდა რა თქმა უნდა. ვიტყოდი რომ ეს კვირეული იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კვირა ჩემ ცხოვრებაში. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო იმ მხრივ რომ ჩავერთეთ ძალიან ბევრ კარგ დისკუსიაში ახალგაზრდულ ჩართულობასთან დაკავშირებით დემოკრატიაში და ყველაზე საინტერესო ალბათ ის იყო და იმას გამოვარჩევდი რომ 46 ქვეყნიდან ძალიან ბევრი ყველა ასაკის პროფესიის წარმომადგენელი ადამიანი შევიკრიბეთ ერთად და ძალიან კარგი იყო ეგ. დღემდე მაქვს კონტაქტი ბევრ უცხოელ გაცნობილ ადამიანთან და ასევე ქართველებთანაც, რომელსაც იქ შევხვდი. და რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო იყო ისიც, რომ ბევრი კარგი რეკომენდაცია შევმუშავეთ ერთად, განსაკუთრებით ქართველ დელეგაციასთან ერთად, რომელსაც დღემდე ვიყენებ მე პირადად მგონია ცხოვრებაშიც და ასევე მგონია რომ კარგად მოვახდინეთ ამ ყველაფრის კლუბში იმპლემენტირება და მე გამოყენება და იმედი მაქვს რომ კლუბის წევრებსაც გავუზიარეთ ის ცოდნა ისე სრულყოფილად როგორც ჩვენ მივიღეთ. მაშინ და რა ვიცი, იმედია რომ კიდევ ექნება თვეკოს მოსწავლეებს ასეთ პროექტებში ჩართვის საშუალება, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგი გამოცდილება არის, როგორც პიროვნულად, ასევე თვითონ საქმისთვისაც ძალიან გამოსადეგი არის. და ბოლოს, ახლანდელი გადასახედიდან ალბათ უფრო კარგად გაანალიზებდი ვეკუა სკოლა, რა შესაძლებლობებს იძლევა. შენი აზრით, სრულფასოვნად გამოიყენეთ თუ არა ისინი და რაც გვიჩვევდი იმ მოსწავლეებს, ვინც კიდევ სკოლაში ვართ? ძალიან კარგი კითხვა არის, იმიტომ რომ ხშირად მიფიქრია ამ თემაზე. ვეკვა ძალიან ბევრი მიმართულებით იძლევა ძალიან კარგ შესაძლებლობებს განვითარების და ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ მე მაინც და მაინც მაქსიმალურად არ გამოვიყენე პირადად ეს შესაძლებლობები, ანუ ვფიქრობ, რომ ტექნიკური მიმართულებითაც შემეძლო რომ ცოტა მეტი რაღაც გამეკეთებინა და ცოტა ვიზარმაცე მე მგონი. მაგრამ ზოგადად ვიტყოდი, რომ ამ სკოლაში როცა მოვედი თავიდან გავიაზრე რომ რაღაც მარტო ფიზიკა და მათემატიკა არ იყო ეს ყველაფერი და მგონია რომ ნებისმიერი ბავშვი ვინც აქ აბარებს, აპირებს ახლა ფიქრობს ჩაბარებას თუ უკვე ახლა მოვიდა, მაგას მიხვდება რომ აი რაღაც ფიზიკას და მათემატიკას ყველგან ისწავლი კარგად, მაგრამ აი ვეკო არის ცოტა უფრო სხვა რაღაცა. მგონია რომ აი ჩვენი სკოლა შეგიძლია შენ თავზე ისე მოირგო როგორც გინდა. და ამაში იმას გულისხმობ რომ ყავს ძალიან კარგი ადმინისტრაცია, რომლებიც ყველანაირად გვეხმარებიან ჩვენი ნებისმიერი სახის ინტერესის განვითარებაში, ეს ხელოვნების მიმართულებით იქნება, სამოქალაქო მიმართულებით თუ რამე ტექნიკური კუთხით და მგონია რომ ეგ არის ყველაზე კარგი რამე ამ სკოლაში და მართლა ძალიან დიდი ოჯახივით ვართ ხოლმე აქ და ძალიან მაბედნიერებს ეგ და ალბათ ეხლა მოსულ პატარებს და კიდევ შემდეგ მომავალ თაობებს იმას ვურჩევდი რომ აი რაც შეიძლება მეტ რაღაც საოლიმპიადოზე მიდით არ დაგეზაროთ ანუ ყველაფერში ჩაერთეთ რაც შეიძლება რაც არ უნდა დაგაინტერესოთ რაც არ უნდა გაიფიქროთ ყველაფერი გაუზიარეთ ადმინისტრაციას და სხვა მოსწავლეებს იმიტომ რომ რა ვიცი რაღაც 10 იდეიდან 9-ს აუცილებლად განახორციელებთ ყველა ვარიანტში ესე მგონია და რა ვიცი არ მოგერიდოთ მთავარი ეგ არის იმიტომ რომ ეს სკოლა არის თქვენი და არა პირიქით. ძალიან დიდი მადლობა ასეთი კარგი პასუხებისთვის და წარმატებული ვეკუალები შეხვდება შემდეგ კვირას. ეს არის გამოცანების რუბრიკა მე კი მისი წამყვანი საბავარ. დღევანდელი გამოცანა კი შემდგომში მდგომარეობს. რა ძალით უნდა დაიჭიმოს სარეცხის თოკი, რომ ის დროთა განმავლობაში არ მოდუნდეს და სწორხაზო უნდა დარჩეს. პასუხები შეგიძლიათ აღწერაში მოცემულ ბმულზე გამოგვიგზავნოთ. Გამარჯობა, გიბრინდება ეკოტის პროფესიების განხილვა და მე მისი წამყვანი ელენე შენია გახლავართ. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ეკადემია, რომელიც არის არქეოლოგია. მოგესალმებით ეკა, პირველ რიგში დიდი მადლობა გიხდით მობრძანებისთვის.
ჩემთვის პროფესია არის საკმაოდ საინტერესო, თუმცა ალბათ რთულიც და რამ გადაგაწყვეტინოთ მისი არჩევა. მოგესალმები ელენე, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება პროფესიას. როგორც ყველა ბავშვისთვის ალბათ, ჩემთვისაც ბავშვობის ოცნება იყო არქეოლოგობა. როდესაც გადავწყვიტე თუ რა პროფესია მერჩია, გადავწყვიტე რომ დავიყავი არქეოლოგი. ამისგან ალბათ ყველა მაყურებელს უმრავლესობას მაინც ექნება რამე ფილმი არქეოლოგიაზე ნანახი. რამდენად შეესაბამება ეს კინოში ნანახი სიტუაცია რეალობას? ჩემს ბავშვობაში იყო ფილმები, სადაც არქეოლოგია პოპულარული იყო. ერთ-ერთი ცნობილი გმირი ინდიანა ჯონსის სახელით და ალბათ ყველა ბავშვი ოცნებობდა რომ გამხდარიყო ინდიანა ჯონსი. თუმცა რეალობა ფილმისგან განსხვავებული არის, უფრო მეტ ფიზიკურ და გონებრივ შრომას მოიცავს. ბოლოში ორივე ერთად საკმაოდ საინტერესო გამოდის. როგორც ახსენეთ, ეს პროფესია ფიზიკურ და გონებრივ შრომას მოითხოვს. აი, რომელი უფრო რთულია, როდის უფრო გიწევთ, რომ გონება დააძაბოთ, ან ფიზიკურად უფრო იშრომოთ, როგორ უთავსებთ ამ ყველაფერს ერთმანეთს? ჩემთვის პირადად ფიზიკური შრომა უფრო რთული აღმოჩნდა, რომ მოითხოვს ფიზიკურად მუშაობას, შრომას, გათხრას. მე ამ ფიზიკური დაღლილობის შემდგომ ასევე აუცილებელია გონების ჩართვა. თუმცა საბოლოოდ მაინც საინტერესო და მაინც მრავალფეროვნებისკენ მიდის. დიდი მადლობა, რას ურჩევდით მომავალ არქეოლოგებს? მომავალ არქეოლოგებს ურჩევდი, რომ თუ ვინმეს აქვს გადაწყვეტილი, რომ გახდეს არქეოლოგი, მეტყოდი რომ ძალიან საინტერესოა, შრომატევადიც არის და ძალიან დიდ ცოდნასაც მოითხოვს. ამიტომ თუ ვინმე აპირებს, ურჩევ რომ თავის გზას მისდია. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთვის დროის გამონაკლისთვის. მომავალში წინსვლას და წარმატებას გისურვებთ. მოეკვეწის მაყურებლებს კი შემდეგ პარასკევამდე გემშვიდობები. დროებით. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ გადაცემა, დალაიქეთ და გამოიწერეთ ჩვენი გვერდი. ნახვამდის შეხვდებით მომავალ პარასკევს.